მშვიდობის. შუა დღემდე. აჩია ეს სუპერ. ყველას მოგესალმებით. შაბათს ძალიან იწელება ხოლმე მოკლედ ანუ შევხვდებით ერთმანეთს. ხო, მაგრამ სულ შაბათკვირას ველოდები რომ ბევრი რაღაცა მოვასწრო, ბევრი რაღაცა გავაკეთოთ და ეს შაბათკვირა ისე გარბის ხოლმე რომ აი გარბის. ანუ მე დღეს იმდენი ყავადავი, აი მიბაგუნებს თავი, გული, აი ყველაფერი მიბაგუნებს. ახლა ნუ შაბათია და გინდა რაღაც ისე მიყვა რა, რაღაცა რა ვიცი. ბოგო, ხავა. სასმელებზე ლაპარაკობ რა. კარგი, ორ შაბათი, სხვათა შორის ორ შაბათს დილით, როდესაც შევდივარ ხოლმე Facebook-ზე, ნუ დღევანდელი დღის გამოკლებით, როდესაც ერთად უშუქობაზე იყო ყველა სტატუსები, წერენ ხოლმე, ნუ ორ შაბათი რომ ძიმე დღეა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე და ასე შემდეგ. ამით ხელს გვიწყობს, რომ ცოტა ისეთები ვიყოთ პროფესიულები, ხო? მაგრამ ჩვენი სხვა ამბები ამის საშუალებას არ მოგცემს. ნამდვილად, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის არის გაჯერებული ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაციით, სახალისო ინფორმაციით და რასაც ვიზუალურად სასიამოვნო ინფორმაცია. და ხასიათზე რომ მოგიყვანოთ ისეთი ინფორმაცია. რა უნდა ვიცოდეთ იმ სასმელების შესახებ, რომლებსაც ყოველდღურად მივირთმევთ. რა ნივთიერებებს არ უნდა შეიცავდეს ლიმონათი, სხვადასხვა წვენები და კომპოტები, რომ ის უსაფრთხო იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ქეთი რატიანი მოგიყვებათ. აზიანი სასმელები, ლიმონათები, ნატურალური წვენები, ხილის კომპოტები. აქედან თითქმის ყველას მივირთმევთ და ცოტამ თუ ვიცით მათი დადებითი და უარყოფითი თვისებების შესახებ. ლიმონათი ის უამრავი ხილისგან კეთდება და შესაბამისად მრავალფეროვანია. თუმცა ამ კაშკაშა ფერებმა ნაკლებად უნდა მიგიზიდონ, რადგან რაც უფრო მკვეთრი ფერის არის, მით უფრო მეტ საღებავებს შეიცავს. ხელოვნური დანამატები კი ბავშვებში ჰიპერაქტივობას, ნევროზებს და ტვინის დისფუნქციას იწვევს. ამასთან გაზიანი სასმელები ორგანიზმიდან გამოდევნიან კალცს, რის გამოც განსაკუთრებით მოზარდებისთვისაა არასასურველი. ლიმონათები ასევე ხშირად შეიცავენ შაქრის შემცველ დამატკბოვლებს, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციას და ნახშირწყლების ცვლის დარღვევების მიზეზი შეიძლება გახდეს. გაზიანი სასმელების არარაციონალური მიღება კი კარიესს იწვევს, თუმცა ეს სასმელებში არსებული შაქრის, საღებავებისა და შაქრის შემცველების კი არა, მჟავის ბრალია, რომელიც კბილის მინანქარს აზიანებს. თუ თქვენ ლიმონათი შეძენ აქვსურთ, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი. ის არ უნდა შეიცავდეს დამატკბოვლებს, ასპარტამს, ქსილიდს, საქარინს. რას შეიცავს თქვენთვის საყვარელი ლიმონათი, შაქარს თუ დამატკბობელს, ამის გარკვევა არც ისე რთულია. ჩაასხით ჭიქაში ცოტაოდენი ლიმონათი და დატოვეთ რამდენიმე დღე. თუ დუღილი დაიწყო და ამჟავდა, ეს იმის ნიშანია, რომ ის ნამდვილად შაქარზეა დამზადებული და მავნებელი არ არის. სარგებლობის მომტანია ჩამოსხმული მინერალური წყლები, თუ მათი მინერალიზაცია ჩატარებულია ნორმალური მოწყობილობით. ამასთან შეიცავს მარილებს ნორმალური პროპორციით და გაჯერებულია ხარისხიანი ნახშიროჟანგით. ამ შემთხვევაში ნებადართული ოდენობის ზღვარი არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია დიაგნოზსა და თანმხლებ დაავადებებზე. ამიტომ, ვიდრე მინერალური წყლის რეგულარულ მიღებას დაიწყებდეთ, რჩევა მკურნალ ექიმს კითხეთ. ნატურალური წვენების მიღება ტკბილი გაზიანი სასმელების მაგივრად კი ბევრად სასარგებლოა. მით უმეტეს, თუ ის ახლად გამოწურული ხილისაა. ასეთი წვენები შეიცავს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, აგრეთვე უჯრედისსა და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც თავად ხილსა და ბოსტნეულშია. ბავშვისთვის ახლად გამოწურული წვენი უნდა განვაზაოთ წყლით, თანაფარდობით 1:1-თან. ეს იმიტომ, რომ კონცენტრირებული განუზავებელი წვენი თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ხოლო განზავებული პირიქით ასტიმულირებს. ახლად გამოწურული წვენის დალევისას გაითვალისწინეთ, რომ ის აუცილებელია გაწურვიდან 15 წუთის განმავლობაში მიიღოთ, რადგან ამ დროის გასვლის შემდეგ ვიტამინები ძალას კარგავენ. წვენები, რომლებიც გასაყიდად დახსია, შეიძლება დამატებული ჰქონდეს საღებავები და კონსერვანტები. ეტიკეტიდან ამ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია. თუმცა იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი ფალსიფიცირებულია, ლიმონათის მაგალითი აქაც გამოგადგებათ. ჭიქაში ჩამოსხმის შემდეგ 2-3 დღეში უნდა დაიწყოს დუღილი. ეს მისი ნატურალურობის ნიშანია. თუმცა ამით მასში საღებავების დადგენა არ ხდება. ამისთვის საჭიროა 1 კოვზი სოდა ჩაყაროთ წითელი ფერის წვენში. თუ ფერი აიჭრა, ეს ნიშნავს, რომ ის ნატურალურია. ფერის უცვლელობა კი ნიშანია მასში საღებავების შემცველობის. ახალი ხილისგან დამზადებული კომპოტის მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ის ახლად გამოწურული ხილის წვენს ვერ შეედრება. ის ხარშვის დროს იმავე რაოდენობის ვიტამინებს ვეღარ ინარჩუნებს. კონსერვირებული წვენების შემთხვევაში კი ვიტამინების დიდი ნაწილი ნადგურდება.
დახლებზე დადებული კომპოტები კი როგორც სხვა დანარჩენი შემთხვევაში საჭიროა. ყურადღებით წავიკითხოთ ეტიკეტი, რათა გავარკვიოთ, რამდენად ნატურალურია ის. ზამთარი მოდის, ამ პერიოდში კი ენდოკრინოლოგები გვირჩევენ, გაყინული ხილისგან მომზადებული კომპოტი მივიღოთ. რა თქმა უნდა, თუ თადარიგი უკვე დაიჭირეთ და ზაფხულში ხილი მოიმარაგეთ. კვლევებით დადგინდა, რომ გაყინული ხილი ასეთი ფორმით შენახვისას მათში არსებულ სასარგებლო მინერალებს ინარჩუნებს და ის მეტად სასარგებლოა, ვიდრე კონსერვირებული წვენები. მე ყველაზე მეტად ეხლა მაწუხებს თათა როგორ არის თათა. ყველაფერი დალია, სასარგებლოც, არასასარგებლოც და აქაც არ ჩანს და მეგონი ექიმი სამშაბათს გაქვს სამეცნიერო. არა, საქმე იმაშია, რომ ერთი შეხედვით შეიძლება ართულებს საქმეს და პროცესს ის, რომ რაღაცნაირად ჯანმრთელი სასმელი მივიღოთ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ თვითონ გავწუროთ, ჩვენ თვითონ გავყინოთ ზაფხულში ხილი, მოუხარშოთ და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ნატურალურსაც მე მახსოვს, აი ჩვენ ბავშვობაში ალბათ თქვენს დიდი ჭიქებით გვიწურავდნენ ყველანაირ ხილს და ეს იყო თითქმის 200 გრამზე ბევრად მეტი. თურმე არაფრით არ შეიძლება. ისიც რაღაცნაირად თლად მავნებელი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ არის. დიდი დარტყმა. წყალში და რაც თავარია უნდა იყოს აი 200 გრამის ჭიქა ცოტა დაბლა, აი აქამდე რო დალევი, ის აბსოლუტურად გერგება და ბავშვსაც ერგება და არის სასარგებლო. ძალიან ბევრი მეტისმეტი რეტისრეტიო არ არის კარგი. სირთულე ეცრაში მდგომარეობს, რომ რაში? ეს ხო სპეციალურად აკეთებენ ფერებს, რომ ბავშვები რომ მიიზიდონ, რა არ უნდა მიაჩიო ბავშვს გასაგები, მაგრამ ძალიან ძნელია ესე იცხოვრო, რომ ყველაფერი ნატურალური მიიღო. რაღაც ასაკამდე შეგიძლია. არა, მაგრამ არსებობს, მაინც არის არჩევანი, შედარებით ძვირია, უფრო მეტად ნატურალური წვენი. მე გულისხმობ ქართულ წარმოებას, არ ვიცი ხა არაფერში არ ჩამეთვლება იმედია, მაგრამ უფრო ვენდობი, არ ვიცი რატო. ვიდრე ის რაღაცა შემოტანილი მუყაოს მატყუარა წვენები, რომელიც ვითომ არის ნატურალური. რეალურად 100% ეგ არ არსებობს, რო აწერია 100 ჯერ ერთი ტყილია ეგ. გინა ქართული იყოს, გინა უცხოური 100% რო აწერია ტყილია. გასაგებია, მაგრამ მე ესეთი მოსაზრებაც გამიგია, რომ ეს ეგრეთ წოდებული ნატურალური წვენები სხვადასხვა ხილის ძირითადად არის ვაშლზეო დამზადებულია და შემდეგ უბრალოდ რაღაც საღებავის და ექსტრაქტის სახით აქვს, თქვა ალუბალი თუ ანანასი თუ ასე შემდეგ. კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რაც ძალიან ჭრის და ძალიან ამართლებს. ბავშვი რა თქმა უნდა დალევს კოკა-კოლასაც, ლიმონადსაც და უნდა დალიოს კიდევაც, მაგრამ შეიძლება ეს დაბადებიდან, არა, რას ვიძახი, დაბადებიდან დაბადების დღემდე ან სადღაც წვეულებიდან წვეულება. ძირითადად სახში თუ არ გვექნება, ანუ მაცივარს რო გააღებს და არ დახვდება, ის არ გამოვა ისე რომ ყოველ დღეს ვავს ან და კვირაში რა. მე სკოლის ბუფეტს ფულს რომ იცებს, ამა იყიდეს დალევს. სკოლის ბუფეტს ფულს რომ იცებ. არა, ეს არის რაღაცნაირი მიჩვევა და მაგალითი. ოჯახში რა სიტუაციაც არის? ჩემ შვილს 7 წლის არის, აქამდე არ ქონდა გასინჯული, არც ფერადი სასმელი. არ ქონდა, რას გულისხმობ? ეხა გასინჯა. და რატო? ნუ ისე მოხდა რომ გასინჯა, მაგრამ 7 წელი ხომ ვამყოფენ სიჯანსაღეში. მოეწონა, არ ყოფილა საწამლავი, ესე მითხრა. მაგრამ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. მოკლედ, რაც მეტ ნატურალურისკენ წავალთ, რა თქმა უნდა, უკეთესი გახავთ. აი, მაგალითად, სუფთა წყალი. წყალი, ხო, უკვდავების წყაროს წყალი. თან ჩვენთან? ყველაფერს. ჩვენი ონკარიდან. ხებს ქუჩაში ყველგან. კარგით, სამზარეულოდან გადავინოსოთ გარდერობში. თუ გინდა ზამთრის ერთფეროვანი ჩაცმულობა გაახალისოთ, აქსესუარები დაგეხმარებათ. თუმცა, თუ თქვენს გარდერობში ისინი არც ისე მრავლადაა, შეგიძლიათ ერთი და იგივე შარფისგანაც კი სხვადასხვანაირი გარეგნობა მიიღოთ. შარფი ზამთრის ერთ-ერთი მთავარი აქსესუარია. გასწავლის პალტოზე მისი მორგების რამდენიმე მარტივ ხერხს. აიღეთ შარფი, გადაკეთეთ ორ ნაწილად და ერთმანეთში გადააჯვარედინეთ. გაიმეორეთ ისევ იგივე, ოღონდ პატარა განსხვავებით. შარფის ერთი ბოლო გაუყარეთ მრგვალ ნაწილში, ხოლო მეორე სხვა მხრიდან გამოუყარეთ. ორჯერ შემოიხვიეთ შარფი ყელზე, ბოლოები კი ერთმანეთში შეკარით. შემოიხვიეთ შარფი კისერზე, ბოლოები ერთმანეთში შეკარით, გადააჯვარედინეთ და ბოლოს თავზე გადაიტარეთ. გააკეთეთ ბაფთა შარფისგან. ამისთვის ის რამდენჯერმე შემოიხვიეთ კისერზე და დარჩენილი ბოლოებით მარჯვენა მხარეს ბაფთა შეკარით. თუ შარფისგან მძივს გაიკეთებთ, ყველასგან გამორჩეულები იქნებით. ამისთვის კი საჭიროა შარფი ყელზე შემოიხვიეთ, ბოლოები შეკრათ და დარჩენილი ნაწილები გვერდზე დაწნათ. მოძებნეთ ყველაზე დიდი შარფი თქვენს გარდერობში, გადაკეთეთ ორ ნაწილად და ყელზე შემოიხვიეთ. დარჩენილი ბოლოები კი წინ ერთმანეთში შეკარით.
და ბოლოს გაიკეთეთ შარფისგან ჰალსტუხი. ამისთვის კი საჭიროა შარფი წვრილად შემოიხვიოთ კისერზე. ბოლოები ჯერ ერთხელ შეკრათ ერთმანეთში და დარჩენილი ნაწილები ისევ ერთმანეთში გადაახვიოთ. თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ ზამთრის სუსხიან დღეებში, თქვენ ყველასგან გამორჩეულები იქნებით. ახე? აი. გაითვალისწინებ ძიმა? რა იცი, მაგრამ შარფებს ხმარ. კიდევ ბევრი ხერხი არსებობს. შოტლანდიური როგორი შარფი მაგცი? როგორ? გასაცმელი არ ჭირდება რა, შემოიხვევ. დაგინახე სხვათა შორის იმ დღეს დასასრულს მარტო შარფი. ღია წუსტებით რო ვიყავი, ხო? აი აქამდე იყო. სხვათა შორის მე რამდენიმე ესეთი ძალიან მობეზრებული შარფი მქონდა და სხვადასხვა გამოყენება შეიძლება მოუძებნოთ. ერთი-ორჯერ ქამრის მაგივრადაც კი გამიყრია. ან თმის ამაგრადაც გამომიყენები ასე რომ ფანტაზია არის მთავარი. ბატონ ემზარ ჯგერენაიას მობეზრებული ჰალსტუქების გარა ქონდა შეკერილი, ხო გახსოვს? კი, ჟილეტი. ხო, ნუ ბაიარს რომელიც საერთოდ არაფერს არ აგდებს და მეც მაქვს შეკერილი მასთან სახში ვერ მოხდა მაინტერესებს მე არ ვაგდებ. ვერ რაღაცა ხო იმაში ხო იყენებ მაქსიმალურად. ნუ იტყვილები ხოლმე ჩემს. ძველი ნივთები არ გადააგდო, ძველი ნივთები არ გადააგდო, არის და ხი? პალტო, მანტო ან რაცა გვაქვს, რომელიც არც თუ ყოველ წელს შეუძლებელია გამოცვლა სამწუხაროდ, თუმცა კარგია რომ გამოცვალოთ ხოლმე, ზემოდან ეს შარფები ძალიან ახალისებს და შარფის ტიპი ყოველთვის შეიძლება და გახალისება და ყოველთვის ახლებურად მიდგომა, გეგონება ახალი პალტო ან მანტო იგივე თემა ჰალსტუქიც. კი. ერთ ეგ პერაგი ერთი შეიძლება გეცნოს. არა, რო გარეცხოში გადაში არა, ნუ სიტყვაზე გეუბნები, მაგრამ თუ ჰალსტუქებს ვსვლის, აბსოლუტურად სხვა ისაა, გააქვია. მე ეგრე კი არ ვაკეთებ, კაც რას მიყურებ. რა გვიყურებთ კი, ეს გვიყურეთ. აი, თუ ახალი გარეცხილია. კარგი ძიმა. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მიყვარს შარფები და ძალიან ბევრნაირი, მაგრამ და ხანდახან ერთმანეთზე ვაბავ კიდევაც. აი ესე გადააბავ. ციხიდან გაქცევის დროს თავარიას. აი ციდარა თუ განიარდება მართოს ბოლოს. მაგრამ ესე რომ შემოიხვევ ყოველთვის გასახალისო. მე მაგ ჩემპიონთა ლიგის შარფები და ერთ-ერთ გაჩვენე. განვაგრძოთ სხვა ამბები საამაყო რუბრიკით. შენობები, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს განსაკუთრებულს ხდის. სხვა ამბების რუბრიკაში თბილისი ისტორიული არქიტექტურის შესახებ გიყვებოდით. გამორჩეული ნაგებობების ჩამონათვალში ღირსეულ ადგილს აბრეშუმის მუზეუმი იკავებს. მე-19 საუკუნის მიწურულს თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ნაგებობად და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად სწორედ ეს აბრეშუმის მუზეუმის შენობა ითვლებოდა. კავკასიის სააბრეშუმო სადგურის მთავარი შენობის არქიტექტორი თბილისში მოღვაწე პოლონელი ალექსანდრე შიმკევიჩია. შენობის ფასადზე ნახავთ კლასიცისტურ, გოთურ და ისლამურ ფორმებს. როგორც ამბობენ, სწორედ ეს გამოარჩევდა მაშინ შიმკევიჩის ხედვას სხვა არქიტექტორებისგან. 1892 წელს დასრულდა მისი მშენებლობა. შიმკევიჩზე შემიძლია გითხრათ ის, რომ თავისი თბილისში მუშაობის პერიოდში მან ააშენა ისეთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ალბათ შენობები და თვალსაჩინო ჩვენი ქალაქისთვის, როგორიც არის ტატიშევთან ერთად რუსაველის თეატრი, როგორიც არის კონსერვატორიის შენობა, როგორიც არის კონსერვატორიის უკან მდებარე უზენაესი სასამართლოს შენობა, კიდევ სხვა რიგი რამდენიმე შენობები არსებობს, რამდენიმე შენობა არის კერძოც მათ შორის. ალექსანდრე შიმკევიჩმა შენობის ფასადის გარდა იზრუნა ინტერიერზეც. მუზეუმისთვის საჭირო ყველა საგამოფენო ავეჯი ამ ოთახებს მოარგო და ისე დაამზადა. მისი ესკიზები თვეა შექმნილი ის კარადები, სადაც უნდა ინახებოდეს ექსპონატები და სპეციალურად ამ დარბაზებისთვის არის გათვლილი, ამ კედლებისთვის არის გათვლილი ეს კარადები და აქვე იყო სახელოსნო და აქვე დაამზადეს ამ დარბაზშივეა დამზადებული ეს ავეჯი ექსპონატებისთვის.
განსაკუთრებით არქიტექტორს აბრეშუმის მუზეუმის ბიბლიოთეკისთვის უზრუნია. 38,000-ზე მეტი წიგნი აბრეშუმთან დაკავშირებით აქ ამ თაროებზე ინახება. საინტერესოა, რომ ჩვენი ბიბლიოთეკის ავეჯის ჩანაფიქრი მის ავტორს ალექსანდრე შიმკევიჩს თავისი სასწავლებლიდან, ანუ ახალგაზრდობიდან მოყვა, იმიტომ რომ კარლ მაის სკოლის სასწავლებლის ავეჯი გახდა მისი ინსპირაციის, ასე ვთქვათ, წყარო და ესეც რაღაც ესეთ ეპოქის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ეპოქის გამოხატულება და სახეს გვაჩვენებს, ასე ვთქვათ. აბრეშუმის მუზეუმის ისტორიული შენობა და საუკუნეების წინ დამზადებული ავეჯი ყველა მნახველს მე-19 საუკუნეს გაახსენებს. თუმცა დღეს იქ მუზეუმის დათვალიერების გარდა აბრეშუმისგან საინტერესო ნივთების დამზადებაცაა შესაძლებელი. ამისთვის მოხალისეებს აბრეშუმის მუზეუმში ელოდებიან. მე მახსოვს სკოლაში გვაბარებდნენ რომ მოგვეტანა თუთის ფოთლები. რისი? თუთის ფოთლები. ამას ნუყურებს, არა გაგეცინება. ვაზის ფოთლები არა? ჩემი ასაკის ხალხს ყველას ემახსოვრება, ვაგროვებდით ბევრ თუთის ფოთლებს, მოქონდა სკოლაში და გვირიგებდნენ აბრეშუმის ჭიებს. გიწრიდნენ თუთის ფოთლებში? არა, და იმათ მე მომყავდა ხოლმე სახში და სასწაულის სანახავი იყო ხოლმე ესე საათობით ვიჯექი და უყურებდი როგორ ხრავდნენ. მოიცა თუთის ფოთლები რატომ იქონდა? ჭიები წამოგეყვანათ ბარემ პირდაპირ სახში, ზაში რო არ რაღაცა წესი იყო ესეთი, ვინ რამდენი მოიტანა და იმდენ აბრეშუმის ჭიას ჩუქნიდნენ. და თუთის ფოთლები საიდან მოქონდა? ეზოდან. აი, არის ეზოში თუთა. ესე ის უფუხები და ქუჩაზე ეზო. ანუ მთელი ამბავი იყურებინეთ როგორ იყვება. ნუ რაღაცა მე ჭუპრი და მე პეპელა და იქამდე არ მიდიოდა საქმე, მე არ ვიდა, აღარ მახსოვს ეს აბრეშუმის ჭიები მე. შენი მაგის განსაფარებელი მაგიდან როგორ გაგეცემ? შემთხვევაში ძალიან კარგად მახსოვს, რომ ეს იყო რაღაცა დიდი მოლოდინი, ამ ფოთლების შეგროვება, მე სხვასაც ვტენიდი, სხვას არ ჭამდა. შეკითხვა მაქვს, თუთის სხვა ფოთლზე არ აშება? არ ვიცი, ესე მახსოვს. აი, როგორ გონია შენ? არ ვიცი, მოდი ვცადოთ ახლა, მაგრამ აღარ ვიცი. შენ მოიყვანე ჭია აბრეშუმის და ფოთლების ეს ოღონდ არიან ძალიან ლამაზები, საყვარლები და ხრავენ როგორც ის. კარგი, მოლოდინი ახსენე და მე მგონი საუკეთესო მოლოდინია, როდესაც გიდა ჯეკპოტის მოგება. ან სურს მოიგო რამ? არ მინდა, იმიტომ რომ ვიცი რომ არ მოვიგებ, არც თამაშობ არასოდეს არა. კარგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ერთი შანსი გამდიდრებისთვის საქართველოს ლოტარიის კომპანიისგან. თუ თქვენ გსურთ ახალ წელს მოგებული შეხვდეთ, ახალი მომგებიანი ბილეთი საახალწლო სწორედ თქვენთვისაა. როგორ უნდა აღმოაჩინოთ ბილეთში 10,000 ლარი, მარიამ შენგელია გეტყვით. ლოტარიის კომპანიას გვაქვს ახალი გათამაშება, ეს არის ახალი ბილეთი, სადაც თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ 10,000 ლარი. ამისათვის მე ახლა მოგცემთ ამ ბილეთს საჩუქრად და აი ამ მოწყობილობას ერთად შეგიძლიათ გადაფხიკოთ და ვნახოთ ახლა მოიგებთ თუ არა თქვენ. 2-დან 10,000 ლარამდე თანხის მოგება საახალწლო ბილეთის საშუალებით ყველამ სურვილს შეუძლია. თამაშის წესი მარტივია, მომგებიან ბილეთში საფარის გადაფხეკა და იქ სიმბოლოს 2015-ის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ გამარჯვებული ხართ. ლოტარიის კომპანია აქვს თავისი მომხმარებლისთვის ძალიან კარგი სიახლე, ეს არის მომენტალური გათამაშების საახალწლო ბილეთი. ძალიან წესები არის ძალიან მარტივი, ბილეთის ფასი არის 2 ლარი, უნდა გადაფხიკოთ საფარი და იმ შემთხვევაში თუ გადაფხეკის შემდეგ აღმოაჩენთ 2015-ს, თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ თანხა 2-დან 10,000 ლარის ჩათვლით. რაც თავარია 2-დან 10,000 ლარის ჩათვლით შეგიძლიათ მოიგოთ აი ამ უნიკალური ბილეთის საშუალებით, ასე რომ ითამაშეთ და აუცილებლად მოიგებთ საქართველოს ლოტარიის კომპანია კიდევ ბევრ სიურპრიზს. ითამაშეთ და მოიგეთ, ახლა თქვენი ჯერია რომ მოიგოთ. 4 ლარი მოიგეთ. ეხლა შეგიძლიათ ამ 4 ლარით კიდევ ბილეთები შეიძინოთ და შეგიძლიათ უფრო დიდი თანხაც მოიგოთ. მოიგეთ თქვენ 2 ლარი. 4 ლარი. შენი მოგება 4 ლარი. ეს ბილეთი არის, რა თქმა უნდა, შენი საჩუქარი. ამ ბილეთით შეგიძლია ან თანხა გაანაღდო საქართველოს ლოტარიის კომპანიაში, ან კიდევ ბილეთები ეკიდო. მომგებიანი ბილეთის საპრიზო ფონდი 61% შეადგენს, რაც მოგების მაქსიმალურად მაღალ შანსს გულისხმობს.
ისევე როგორც ჩვენი ყველა სხვა პროდუქტი, დამზადებულია ინგლისში კომპანია Scientific Games-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს ლატარიის პროდუქტების ბეჭდვა დამზადების საქმეში მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერს. თამაშის საახალწლო დამზადებულია უსაფრთხოებისა და ხარისხის ყველა სტანდარტის დაცვით და მომხმარებელს თავაზობს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საპრიზო ფონდს. მომგებიანი ბილეთის საახალწლოს შეძენა საქართველოს ლოტარიის კომპანიის სერვის ცენტრსა და პრესის ჯიხურებშია შესაძლებელი. ამ ხდის მანძილზე მომენტალური ლოტარიის ბილეთის საშუალებით კომპანიას მილიონობით ლარი აქვს გაცემული. საქართველოს ლოტარიის კომპანიას დაარსებიდან დღემდე მომგებიანი ბილეთის მეშვეობით მოგების სახით გაცემული აქვს 35 მილიონი ლარი. საახალწლოს გარდა საქართველოს ლოტარიის კომპანია მომხმარებელს ლოტოს და 10 სხვადასხვა სახეობის მომენტალური გათამაშების ბილეთს სთავაზობს. ინტერნეტ საიტმა Lonely Planet ძიმა კარგი. დიახ. 2015 წელს მიდი წაიკითხე. სამოგზაურო ადგილები შეარჩია. თუ მოგზაურობა გაქვთ აგეგმილი და არ იცით რომელ ქალაქს ესტუმროთ, არა გვანცა. ჩვენს სიუჟეტში გაიგებთ Lonely Planet-ის 5 რჩეული ქალაქის შესახებ. ხო ჩართოთ პირი. ამერიკის დედაქალაქს წარდგენა არ სჭირდება, თუმცა ის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ვაშინგტონისადმი დიდი ინტერესი ამერიკული სერიალის House of Cards-ის დამსახურებაა, სადაც მოვლენები თეთრი სახლის გარშემო ვითარდება. სწორედ ამ მიზეზის გამო ვაშინგტონი 2015 წელს პირველია იმ ქალაქებს შორის, რომელსაც უნდა ესტუმროთ. ეს კი სინგაპურია, ქალაქი, რომელიც ასევე 2015 წელს უნდა მოინახულოთ. ამ წელს სინგაპური დამოუკიდებლობის 50 წლის თავს აღნიშნავს და სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ქვეყანა საგანგებოდ ემზადება. სინგაპურში ჩასული ტურისტი ქალაქის ღირსშესანიშნაობასთან ერთად მისი ისტორიის გაცნობასაც შეძლებს. ბულგარეთის რიგით მეორე ქალაქი სიდიდით პლოდვიდია. 2019 წელს კი ეს ქალაქი ევროპის კულტურის დედაქალაქი გახდება. ამიტომ სანამ პლოდვიდი ახალ სტატუსს შეიძენს, დრო მოგზაურობა ამ ქალაქის მიმართულებით დაგეგმოთ. გადაიღოთ ბევრი ფოტო რომაულ სტილში აშენებულ ქალაქში და დადგმეთ განსაკუთრებული პეიზაჟებით. მართალია მილანი, რომს, ვენეციას და ფლორენციას არქიტექტურული თვალსაზრისით ვერ შეეძრება, მაგრამ ის იტალიის მოდის ცენტრად ითვლება. მილანში ჩასულ ტურისტს სანახავი ამ ქალაქში ბევრი აქვს. დავინჩის საიდუმლო სერობა, დუომოს ტაძარი და ლასკალას თეატრი. მიუხედავად მილიონზე მეტი მოსახლეობისა, მილანი ტურისტების რაოდენობას არ ურჩევის. ამიტომ თუ იტალიაში მოგზაურობას გადაწყოთ, ეს ქალაქი არ უნდა გამოტოვოთ. ეს პატარა სასაზღვრო ქალაქი 1985 წელს არგენტინაში დაარსდა. მისი მოსახლეობა სულ რაღაც 1000 ადამიანისგან შედგება. მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ელ-ჩატერში აქტიური ტურისტული სეზონია, რადგან დანარჩენ თვეებში ქალაქი მთლიანად ცარიელია. ელ-ჩატელში ბუნება იმდენად მიმზიდველია, რომ 2015 წელს იქ აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ. ხო, სანამ ვაშინგტონში ჩავალ, მანამდე ახალ სეზონს ველოდები House of Cards. შენ ისე მოგდის, როგორ მინდო წელსაც ამერიკაში წასვლო და შარშანი ყავო და არა, შარშანაც ძალიან მინდო. ხო, იმედი მაქვს რომ წელს წავალ, მაგრამ მანამდე აი ახალ სეზონს ველოდები. House of Cards. მეც ველოდები. დღეს გამოდის Homeland-ის ახალი სერია. დღეს არა, ხვალ დაიდება თარგმანი. უკვე დღეს ძალიან გვიან იქნება და გვიან ვერ უყურებ. წინა სერიის მერე შოქშია ბაია, ხო? ველოდები ბაი? ველოდები. ველოდებით კურიერის მოკლე გამოშვებასაც რომლის შემდეგაც დავბრუნებით კიდევ სხვა ამბებით. ნედა სპორტული ამბით დამთავრდა და დღეს ჭიდაობაში კიდე ამბავია და აღმოსკოლები. გუშინ მორაგბეებს მინდა მიულოცო. ძალიან მაგარი თამაში მოუგეს. გუნდს რომელიც მე-9 ადგილზეა სხვა შორის იაპონია და ბრავო ბიჭებს, ბოლოს ამ ესპარასკევი ჩავაგდეთ, შეპირებული ქონდა კერძი მათთვის, მაგრამ არ გამოვიდა რაღაც გამოგჩა მათაც ჩვენც და მე მგონია რომ ძალიან ცოტა იყო ასეთი, მაგრამ მაინც რაღაც წინა თამაშის მერ პესიმისტურად განსხვავებული გულშემატკივრებისთვის იყო რაღაცა კარგი გაკვეთილი. ეგეთებიც არიან, ვინც იძახის რომ რეგრესია თურმე არიან ეგეთებიც, მაგრამ პასუხი არის გაცემული და არა რეგრესი, უბრალოდ რაღაც პერიოდია ისეთი წლის ისეთი დრო, რომ ყველა დეპრესიულია თითქოს, არ მეთანხმებით?
იმიტომ რომ ნოემბერი ეს არის წლის ყველაზე მოსაწყენი და ცივი პერიოდი. რა შეუძლია გააკეთოს ქალაქის მთავრობა მოსახლეობის განწყობის ასამაღლებლად? ვერ შეცვლის სეზონს, ტემპერატურას, თხის ხანგრძლივობას და კლიმატს. სამაგიეროდ დაგეგმავს სინათლის ფესტივალს და უღიმღამო დღეებს საკუთარი მოქალაქეებისთვის ნამდვილ დღესასწაულად აქცევს. რიგის ვარსკვლავის სხვა ამბების ობიექტივში. საღამოს რიგის ქუჩები ხალხით ივსება, აქ მოდიან ტურისტები, ადგილობრივები, მოდიან ოჯახებით. მიზეზი არის რიგის სინათლის ფესტივალი. ინსტალაციები მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს წამყვანი სინათლის დიზაინერების საავტორო ნამუშევრებმა ლატვიის დედაქალაქი მოიცვა. რიგის თითქმის ყველა შენობის, ხიდისა და ძეგლის ფასადი დიზაინერებისთვის გიგანტურ პროექტორად იქცა. იმისთვის, რომ რიგელებისთვის ნოემბრის ცივი და უღიმღამო დღეები გაეხალისებინათ, სწორედ ამიტომ ჩაიფიქრა რიგის მთავრობამ სინათლის ფესტივალი, რომლის სახელიც ნელ-ნელა გასცდა ლატვიის საზღვრებს და მან რიგა ნოემბრის ცივ დღეებში ტურისტულ ცენტრად აქცია. რიგის ვარსკვლავი პირველად 6 წლის წინ გაიმართა. სინათლის ფესტივალის იდეა კიდევ უფრო ადრე გაჩნდა. მაშინ, როდესაც ხეს ფოთლების ცვივა, ფერები ხუნდება, შემოდგომაც უკანასკნელ ფაზაში შედის და ჯერ თოვლიც არ მოსულა. მასშტაბური ინსტალაციების საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ქალაქის მოსახლეობამ არ მოიწყინოს. ასე ხსნიან რიგის ვარსკვლავის შექმნის იდეას მისი ორგანიზატორები. შემოდგომა მთავრდება, ჯერ ზამთარიც არ დამდგარა და იმისთვის, რომ ჩვენს ხალხს არ მოეწყინეს, სინათლის ფესტივალი ჩავიფიქრეთ. თანაც ეს პერიოდი ლატვიის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა. ფესტივალი ოჯახურ დღესასწაულად იქცა, პოპულარობა მალევე მოიპოვა. წელს უამრავ დიზაინერს სურდა მასში მონაწილეობის მიღება. ჩვენ, რა თქმა უნდა, საუკეთესოები ავარჩიეთ. ფესტივალმა პოპულარობა მთელ მსოფლიოში მოიპოვა. საფესტივალო დღეებში ტურისტები რიგაში ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩადიან. რიგის სინათლის ფესტივალმა 2014 წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია. სტუმრების რეკორდული რაოდენობითა და ინსტალაციების მრავალფეროვნებით რიგის ვარსკვლავი მთელი მსოფლიოს მსგავს ფესტივალებს შორის მესამე პოზიციას იკავებს. სინათლე, ფერები, კარნავალური განწყობა ეს წლევანდელი სინათლის ფესტივალის თემებია. ჩვენ დიზაინერებს არ ზღუდავთ, მათ თავიანთი იდეების გამოხატვის სრული თავისუფლება აქვთ. მთავარია კონცეფციიდან არ ამოვარდნენ. თითოეული ინსტალაცია ერთგვარი გაგრძელება უნდა იყოს მისი წინამორბედის. სინათლე და შუქჭრდილებით თამაში უნდა გამხდარიყო დიზაინერებისთვის შთაგონების წყარო. მათი თითოეული ინსტალაცია სწორედ ამ თემის გარშემო უნდა გაერთიანებულიყო. თითოეულ მათგანს საკუთარი ფანტაზიის ვიდეო ინსტალაციაც საქცევად შეუზღუდავი დრო და გამოხატვის სრული თავისუფლება ჰქონდა. სცენა წყალქვეშა სამყაროდან წლევანდელი ფესტივალის ფავორიტად იქცა. კანადელი დიზაინერის მექანიკური თევზების სანახავად ყოველ საღამოს უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. ამ ფესტივალისთვის სპეციალურად პრაღიდან ჩამოვიდი, ჩვენ გვაქვს მსგავსი ფესტივალი და შედარება მინდოდა, თუმცა რიგის ვარსკვლავი ბევრად უფრო შთამბეჭდავია. მე რიგიდან ვარ და ყოველ წელს ვესწრები ამ ფესტივალს. ძალიან კარგი გამოსავალია მხიარულად გაატარო საღამო მეგობრებთან ერთად და დატკბე სანახაობით. ზოგიერთისთვის კი შთაგონების წყარო კინო და კინოს ლატვიელი ლეგენდა სერგეი ეიზენშტეინი გახდა. ქუჩის პერფორმანსები ტურისტების საყვარელი სანახაობაა. სინათლის ფესტივალის კიდევ უფრო გასახალისებლად რიგის ქუჩებში მანათობელ კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები სხვადასხვა ნომრებს დგამენ და რიგაში ჩასული ტურისტების ფოტოობიექტივებშიც ყველაზე ხშირად სწორედ ისინი ხვდებიან. სინათლის ფესტივალი ლატვიელებისთვის ოჯახურ დღესასწაულად იქცა. სიცივის მიუხედავად ამ პერიოდში რიგის ქუჩები სავსეა ხალხით. სინათლის ინსტალაციების სანახავად იკრიბებიან ოჯახებით და მეგობრებთან ერთად. ყინვის დამარცხებაში კი ხშირად ცხელი გლინტვეინი ეხმარებათ. ჩვენ ლატვიელები ვართ. სინათლის ფესტივალი სახალხო დღესასწაულად იქცა. ყოველთვის ოჯახებით მოვდივართ. ძალიან გვიყვარს სამშობლო და ასეთ დღეებში უკეთ გრძნობთ, რომ ჩვენ ლატვიას ვეკუთვნით. ყველანი ერთად ვართ და ვტკბებით ამ განცდით. ეს არის სინათლის, იმედისა და მომავლის რწმენის ფესტივალი. ძალიან გვიყვარს მისი ოჯახთან ერთად აღნიშვნა. ასეთ დროს ყველაზე კარგად ხვდებით თავისუფლებისა და ერთიანობის ფასს. თანაც რიგის ვარსკვლავი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა. სინათლის ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ რიგის ვარსკვლავი კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. მომავალი წლის ნოემბრის ცივი და უღიმღამო დღეების გასახალისებლად კი ტურისტებს საქართველოდანაც ეპატიჟებიან.
საკარგ რაღაცებს ამბობდა ხალხი თავისუფლების და ერთიანობის აზრს ხვდებით და ფასს ხვდებით. ჩვენც ხვდებით. კარგი, კიდევ მოვატყუოთ თვალს. ევროპა საშობაო სამზადისშია. ქუჩებში წინა სახელმწიფო განწყობა უკვე რამდენიმე კვირაა იგრძნობა. პარიზში ყოველწლიური ტრადიცია არც წელს დარღვეულა და ელისეს მინდვრებზე 450 ხე მილიონამდე საშობაო ნათურით განათდა. ყოველწლიურ ცერემონიაზე დასასწრებას თავი ათასობით ადამიანმა მოიყარა, ადგილობრივებს შორის უამრავი ტურისტიც იყო. წელს საშობაო ნათურების საზეიმონათების პატივი პარიზის მერთან ერთად ფრანგ მსახიობს ომარ საიდს ხვდა წილად. შობა დღესასწაულია, ასე რომ დავიწყოთ ეს დღესასწაული ამ სიტყვებით დაასრულა მსახიობმა ცერემონიამ. საშობაო ინსტალაცია პარიზში 2015 წლის 8 იანვრამდე გასტანს. აი ჩქარივად. რაიონამდე ელექტროენერგიას ზოგავენ. თურე. დროს ახალი წელია ვერ გავიგე. აი ხუმრობ რა იყო რა დაგემართათ კაც. ხო? ხუმრობ? ხო. კაი ბაიან სადეპრესიაოდი ნოემბერია, ხო? ხო. ნოემბერი. კარგი, დავთვალეთ პირველი ნაწილი? კარგი და მეორე ნაწილში ბევრ საინტერესო ამბებს შეიტყობთ ვისგან თუ არა მეულუდისგან, რომელსაც ბაია დაუსვას ძალიან ბევრ შეკითხვებს. არაფერს არ მკითხავდა. აი მე გეუბნები რომ კითხავ.